ბუნების დაცვა დღეს მხოლოდ ეკოლოგიური საკითხი აღარ არის, ეს რეგიონების ეკონომიკური განვითარების, ტურიზმის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველიცაა. სწორედ ამიტომ ყოველი ახალი დაცული ტერიტორია ნიშნავს არა მხოლოდ უნიკალური ეკოსისტემების შენარჩუნებას, არამედ ახალ შესაძლებლობებს იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამ სივრცეებში ცხოვრობენ და საქმიანობენ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა კახეთში ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნა, რომელიც თითქმის 40,000 ჰექტარს აერთიანებს და კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის დაცული ტერიტორიების ქსელს. პარალელურად კი სააგენტო ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად აგრძელებს რაჭის ეროვნულ პარკთან მცხოვრებთათვის უკვე გამოცხადებულია შინამეურნეობების განვითარების ხელშემწყობის საგრანტო კონკურსი. რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა, რა კრიტერიუმებით ირჩევა ასეთი სივრცეები, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილებები ადგილობრივ ეკონომიკაზე, რამდენად რეალურია ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალი და როგორ ეხმარება სააგენტო მოსახლეობას საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაში. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნატა სულთანიშვილი. ხალბატონ ნატა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საუბრობთ დაცულ ტერიტორიებზე, ჩვენი ქვეყნის საერთო ფართობის 14% უკავია უკვე დაცულ ტერიტორიებს და როგორც აღნიშნეთ ეთერამდე საუბარში 1,000,000 ჰექტარს გადააჭარბა უკვე ამ მაჩვენებელმა და ეს არის სწორედ დამსახურება ახალი დაცული ტერიტორიის ცივგომბორი კახეთში. გაგვაცანით ვირტუალურად, სანამ ფიზიკურად ვეწვევით ამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს, როგორ გადაწყდა და რა აღიარებულების მატარებელია სამ მუნიციპალიტეტის საზღვრებს აერთიანებს, როგორც ვიცით. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის და თემით დაინტერესებისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღესდღეობით უკვე საქართველოს დაცულ ტერიტორიების საზღვარი 1,000,000 ჰექტარს აჭარბებს და დაახლოებით ჩვენი ქვეყნის 14.5%-ს მოიცავს. რა თქმა უნდა, კახეთის რეგიონში არსებულმა ახალმა დაცულმა ტერიტორიებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ, ასე ვთქვათ, ფართობის ზრდას და ქსელის განვითარებასაც. კახეთის რეგიონში მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა რამდენიმე დაცულ ტერიტორიას დიდი ხნის ისტორია აქვს არსებობის და განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არის. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, მომართვიანობით დაინტერესებული მხარეების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაცულ ტერიტორიების სააგენტომ განახორციელა კვლევები ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად ჩატარდა იქ სხვადასხვა მიმართულებით, ბოტანიკის მიმართულებით, ზოოლოგიის მიმართულებით, ჰიდროლოგიის მიმართულებით და დადგინდა, რომ შესაბამისად კახეთის რეგიონს კვლავ აქვს პოტენციალი იმისა, რომ გარკვეულ ტერიტორიებს მიენიჭოს დაცულ ტერიტორიების სტატუსი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცივგომბორის დაცულ ტერიტორიების სამ მუნიციპალიტეტის საზღვარს მოიცავს, ეს გახლავთ საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტები. აქ შეიქმნა კანონის თანახმად სამი ახალი კატეგორიის დაცული ტერიტორია, ცივგომბორის ეროვნული პარკი, ციგნაღის აღკვეთილი და ცივგომბორის დაცული ლანდშაფტი, რომელიც ვფიქრობ, რომ ცივგომბორის ქედის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყეების, მდელოების, ეკოსისტემების და მაღალმთის მცენარეულობის, ასე ვთქვათ, დაცვასა და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ქალბატონ ნატა, ერთის მხრივ რომ გითხრათ რა ეკოლოგიური ღირებულება აქვს კონკრეტულად იდენტიფიცირებული, რომ გავაჭყეროთ ჩვენი მაყურებლისთვის და შემდეგ უკვე გადავიდეთ თუ რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მოხდეს სხვა რეგიონების და დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით ადგილობრივად რა მოლოდინები გაქვთ? ცხადია, დაცულ ტერიტორიების არსებობას განსაკუთრებული წვლილი აქვს გარემოს დაცვაში და პირდაპირ სარგებელი, რაც არის ჩვენთვის საზოგადოებისთვის, მით უმეტეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომელიც კონკრეტული დაცულ ტერიტორიის მიმდებარედ ცხოვრობს, ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რომ მუდმივად გქონდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოს კომპონენტები ჯანსაღ მდგომარეობაში, ხო, ეს იქნება სუფთა წყალი, სუფთა ჰაერი, ბიომრავალფეროვნება, დასასვენებელი ადგილები. ეს არის პირდაპირ სარგებელი, რაც ვფიქრობ, რომ შეუფასებელია ფაქტიურად და მონეტარულად შეუძლებელია რაღაც განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, აღრიცხვიანობაში გადავიყვანოთ, ხო? შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე იმასთან ერთად, რომ კატეგორიას მიენიჭა დაცულ ტერიტორიის სტატუსი და კანონის საფუძველზე იქ დაცულ ტერიტორიის, ასე ვთქვათ, არსებობა დაფიქსირდა საერთო მსოფლიო რუკაზე. შესაბამისად, ეს კიდევ ხელს შეუწყობს იმას, რომ პარალელურად მოხდეს ადმინისტრაციული ცენტრის ჩამოყალიბება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. თქვენ იცით, რომ სხვა რეგიონებში დასაქმებულები არიან რეინჯერები, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტები, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტები. საერთო ჯამში დაახლოებით 500-მდე რეინჯერი იცავს დაცულ ტერიტორიებს და მადლობა მათ ამისათვის. შესაბამისად, აქაც ამ რეგიონში და ახალ დაარსებულ დაცულ ტერიტორიებსაც ყველგან
გასაკვირველი ადმინისტრაციული ცენტრი დასაქმება მოყვება და რა თქმა უნდა უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას იმ თემებს, რომლებიც განსაკუთრებით ახლოს ხდება, მიმდებარედ არის ფაქტიურად დაცული ტერიტორიების საზღვართან, აქვს ის უპირატესობა, რომ ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ჩაერთონ ადგილობრივი სერვისები განავითარონ და მიღებული, ასე ვთქვათ, ვიზიტორებისათვის რეალიზაცია მოახდინონ, რაც მათთვის შემოსავლის წყარო არის. ცხადია. კახეთი საკმაოდ განვითარებულია, საკმაოდ მოთხოვნადია, როგორც შიდა ტურიზმის ნაწილში, ასევე საერთაშორისო ტურისტების მხრიდან. კონკრეტულად ამ შემთხვევაში რამდენად იქნება ის მნიშვნელოვანი ბიძგი, ანუ ადგილობრივი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის მხრიდან მზაობა რამდენად არის და რამდენად აუცილებელია ეს ნაწილი? მართალბრძანდებით კახეთი ნამდვილად არის ის ტერიტორია, სადაც განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ბიომრავალფეროვნების გარდა კულტურული მემკვიდრეობა და შესაბამისად სხვადასხვა სერვისების განვითარებული არის. თუმცა მინდა გავამახვილო ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის მზაობაზე, აქტიურობაზე, იმიტომ რომ დაცული ტერიტორიების დაარსების მომენტშიც ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და საერთოდ ზოგადად გარემოს დაცვა ეს არის ყველა, ასე ვთქვათ, უწყების ერთობლივი, ასე ვთქვათ, კარგი თანამშრომლობის შედეგი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ გარემოს ვიცავთ, ეს არის ქვეყნისთვის ეკონომიკის, ასე ვთქვათ, გარანტი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გარანტი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა კახეთის რეგიონში ძალიან კარგად აცნობიერებს ამას და სამუშაოების პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და მათთან შეხვედრების დროსაც დაფიქსირდა, რომ ისინი განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ პატივს გრძნობენ ამით, რომ მათ გვერდით დაცულ ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა მათ გვერდით არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას გარკვეულ ტერიტორიაზე. ამიტომ შესაბამისად ის პროექტები, ის საგრანტო კონკურსები, რითაც ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა მომავალში, ის სერვისები, ეკოტურისტული სერვისები მხოლოდ ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, შესაბამისად და მათი ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვა მოხდეს. ქალბატონო, საგრანტო კონკურსები ახსენეთ და ბარემ მოვიცვათ ახლა რაჭაში გამოცხადებული შინამეურნეობების საგრანტო კონკურსი, როგორც ვიცი, ხვალ არის ფინალი უკვე. საინტერესოა, რამდენად დიდი იყო დაინტერესება და ზოგადად რას ემსახურება და სხვა გამოცდილებაზე დაყრდნობით, რამდენად შედეგიანია ხოლმე. სიამოვნებით, კი ბატონო, ჩვენ კი აღვნიშნეთ, რომ როგორც კი დაცული ტერიტორია დაარსდება, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გარემოს დაცვა და სოფლის-მეურნეობის სამინისტროს აქვს ეს უპირატესობა, რომ მოიზიდოს ის მცირე გრანტების კონკურსები, ასე ვთქვათ, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას განავითაროს შიდა მეურნეობა. მცირე გრანტების სახით, რა თქმა უნდა, ეს არის საწყისისთვის, სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ხელი შეეწყოს იმ პროექტების განხორციელებაში, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დამაგრდნენ ადგილზე, იქ გააგრძელონ ცხოვრება, შესაბამისად დახვდნენ ვიზიტორებს მზად იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, გარკვეული სერვისები შეთავაზონ. ეს იქნება კვების ობიექტები, გამოსგასცენებელი საშუალებები თუ ასე შემდეგ, რაც არის ადგილზე და რაც არის მნიშვნელოვანი კულტურული, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი ავთენტური ამა თუ იმ რეგიონისათვის. მას შემდეგ, რაც ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება და გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობამ იაქტიუროს და შესაბამისად შემოთავაზებულ იქნას ის პროექტები, რომელიც ნამდვილად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, კეთილდღეობის განვითარებას. ამ შემთხვევაში რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია გვაქვს ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ რაჭის ეროვნული პარკი, რუშეთის ეროვნული პარკი, კვერეთის აკვეთილი, ახლა უკვე კახეთის დაცული ტერიტორიები და სხვა რეგიონებშიც. შესაბამისად, ყველგან გამოცხადებული არის საგრანტო კონკურსები სხვადასხვა პერიოდულობით. ამ ეტაპზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ, რომლებიც არიან უპირატესი, ასე ვთქვათ, სადაც საზღვართან ახლოს ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის არის გლოვა, ჭიორა, ხეები და ასე შემდეგ, საკაო და შესაბამისად მათ აქვთ ეს, ასე ვთქვათ, უპირატესობა, რომ მიიღონ მონაწილეობა და მცირე საგრანტო კონკურსის პირობებში გაიუმჯობესონ თავისი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, გამოცდილება ძალიან დიდი არის, დაახლოებით წელს, მარტო წელს ახალ დაცულ ტერიტორიების მიმდებარედ დაახლოებით 9 მილიონამდე ლარი გაიცა უკვე ადგილობრივი მოსახლეობისათვის და სხვადასხვა შინამეურნეობის განვითარება უკვე დაწყებული არის სხვადასხვა რეგიონში. კი ბატონო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტორებისთვისაც ალბათ დამეთანხმებით, რადგან როდესაც გეგმავთ ამა თუ იმ ლოკაციაზე წასვლას, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც ვაქცევთ ყურადღებას. სეზონურობიდან გამომდინარე, სწორედ ახლა მინდა გთხოვოთ, მივცეთ რჩევები ჩვენს მაყურებელს, შევახსენოთ ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გაშლილი დაცული ტერიტორიები, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები რომლებია და ასევე ამ ეტაპისთვის ნაკლებად ცნობილი, რომლებიც იმსახურებენ ვიზიტორების სიმრავლეს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებში
ტერიტორიების, ასე ვთქვათ, სააგენტოსთვის ჩვენთვის ყველა დაცულ ტერიტორია განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არის. ვიზიტორების ინტერესების მიხედვით შეიძლება დავყოთ ორ ძირითად, ასე ვთქვათ, მიმართულებად. ერთი, რომლებიც ირჩევენ ხოლმე რა მოკლე მანძილს გადასაადგილებლად და ურჩევნიათ ბუნების, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულობით დატკბნან. ეს არის მაგალითად ბუნების ძეგლები, მცირე მანძილზე შედარებით, მღვიმეები, სათაფლია პრომეთე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი და ასე შემდეგ. შესაბამისად, პირველ ხუთეულშიც შესაბამისად მღვიმეები არიან ხოლმე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ყურადღება მივაქციოთ იმ მოლაშქრეებს, რომელსაც უყვართ გავრცელ სივრცეში სხვადასხვა რელიეფზე, ასე ვთქვათ, რთულზე, საშუალოზე, მარტვილზე გადაადგილება. შესაბამისად, ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები და ასე შემდეგ დღესდღეობით უკვე 15 ეროვნული პარკი გვაქვს. რა თქმა უნდა, მზად არის იმისათვის, რომ ვიზიტორებს უმასპინძლოს. შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე, ასე ვთქვათ, ვიზიტით, სტუმრობა გამოირჩევა სხვაველური ბუნების დასახლებისგან, ასე ვთქვათ, გაშლილი სივრცისგან იმით, რომ რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიებზე ეს არის ბილიკები, კეთილმოწყობილი, მანიშნებლები, საინფორმაციო დაფები, საინტერპრეტაციო დაფები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თან მოკლე ინფორმაციებით ამოვიკითხოთ ხოლმე გზა და გზა. შესაბამისად, მივიღოთ ის ინფორმაცია, თუ რატო დაარსდა იქ დაცული ტერიტორია, რა არის იქ განსაკუთრებული, რომელ სახეობაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება და ამავდროულად ის, ასე ვთქვათ, ბილიკი, რომელიც კეთილმოწყობილია, მივუყვეთ ამ, ასე ვთქვათ, ბილიკის ტრაექტორიას, გადაადგილების მარშრუტს იმისათვის, რომ ერთი მხრივ არ დავაზიანოთ ჩვენი ბიომრავალფეროვნება და მეორე მხრივ უსაფრთხოდ ვიყოთ და სიამოვნება მივიღოთ ამ ყველაფრით ცხადია. დღესდღეობით ჩვენ საქართველოში უკვე 25 ტერიტორიული ადმინისტრაცია გვაქვს. აქედან დაახლოებით 21 სხვადასხვა რეგიონში 21 დაცულ ტერიტორიაზე უკვე არსებობს ვიზიტორთა ცენტრი, სადაც შეუძლია სტუმარს მივიდეს, მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ამ თუ იმ დაცულ ტერიტორიის შესახებ, მარშრუტების შესახებ, სერვისების შესახებ, სად შეიძლება გაჩერება, რამდენი ხანი აქვს იმისათვის, რომ დახარჯოს დრო ამ თუ იმ რეგიონში, შეივსოს, ასე ვთქვათ, ეს გრაფიკი და გაატაროს დრო მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, სასიამოვნოდ და ამავდროულად უსაფრთხოდ. ხელმისაწვდომობის ნაწილზეც მინდა გითხოთ, თუ არის განსხვავება, რანჟირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის ფინანსური თვალსაზრისით და რამდენად ხელმისაწვდომია ის, როგორია უკავშირი მომხმარებლის მხრიდან? მოგახსენებთ, ამ ეტაპზე დაცულ ტერიტორიებზე, უმეტეს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა არის უფასო. სერვისით სარგებლობა არის მხოლოდ ფასიანი, ასე ვთქვათ, ის მაგალითად, რომელიც მოითხოვს, ასე ვთქვათ, მოვლა პატრონობას და განვითარებას, მაგალითად, რამდენიმე მღვიმეში და ის სერვისები, რომელიც განვითარებული არის ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება, ზოგი მიმდებარე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის. რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახური მუშაობს, ასე ვთქვათ, უკავშირის პრინციპით და შესაბამისად მუდმივად ხდება ხოლმე გადახედვა, როგორც ფასების, ასევე სერვისების, იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვის. და ასევე ხელმისაწვდომობას გულისხმობს ისიც, რომ რამდენად არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე პლატფორმა, მათ შორის Facebook გვერდი, დაცულ ტერიტორიების სააგენტო, Parks.G, ჩვენი აპლიკაცია, რომელიც შეუძლია ჩამოტვირთოს, ასე ვთქვათ, მომხმარებელმა და მუდმივად ახლდება, ეხლაც განახლების რეჟიმში არის, იმიტომ რომ დაცულ ტერიტორიებზე მუდმივად რაღაც სიახლე არის ხოლმე და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გადახედვა და, ასე ვთქვათ, ახალი ინფორმაციის გაცემა. შესაბამისად, დაცულ ტერიტორიების სააგენტოს, ასე ვთქვათ, უპირველესი მიზანი არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს და მათი კმაყოფილების დონე, რა თქმა უნდა, მაღალი იყოს. ამიტომ ამ მიმართულებით სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროექტების განხორციელებით იქნება თუ კითხვა-პასუხის რეჟიმით, მუდმივად, ასე ვთქვათ, კონტაქტში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან. და ვიზიტორთა რაოდენობის მუდმივი ზრდა და პერმანენტული ალბათ არის თქვენი აქტიური მუშაობის შედეგი, ხომ ასეა. ეკოტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება არის, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, რადგან აქცენტი დღეს ცივგომბორზე გვაქვს, რადგან ის ბოლო ახალი დაცული ტერიტორიაა. ამ ნაწილში როგორია თქვენი მოლოდინები? ეს რამდენად იქნება, ვთქვათ, ჩამონათვალში იმ ხუთეულის, რომელიც ყველაზე მეტად მოთხოვნადია? ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ არ არის, ასე ვთქვათ, გამორიცხული, რომ პირველ ხუთეულშიც მოხდეს მომავალ წლებში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დაცულ ტერიტორიების, ასე ვთქვათ, არსებობას კახეთის რეგიონში უკვე დიდი ხნის ისტორიაც აქვს და მით უმეტეს თუ ეს დაცულ ტერიტორიებიც რაღაცა კომბინირებულ ტურში მოხვდება და შესაბამისად ვიზიტორს დაინტერესებს როგორც, ასე ვთქვათ, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ცივგომბორის დაცული ტერიტორიების მონახულება, იქ არსებობს ასევე ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, მოკლედ ძალიან ბევრი არის სანახავი.
სანახავი შესაბამისად ის სერვისების შემდგომ, რომელიც დაინერგება უკვე ამ ახალ დაცულ ტერიტორიებზე, ცივგომბორის დაცულ ტერიტორიებზე და ბუნებრივთან ერთად კულტურული მემკვიდრეობა აქ არის ძალიან საინტერესო ღვინის ტურები განვითარებული მიმდებარედ მოსახლეობაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროდუქტ შექმნის და ვიზიტორებს ძალიან დაინტერესებთ. კი ბატონო და ბოლოს მოკლედ მინდა გთხოვოთ, არსებობს თუ არა უკვე იდენტიფიცირებული შემდეგი დაცული ტერიტორია, რომელიც მიიღებს სტატუსს? არსებობს ასეთი დაცული ტერიტორიები რამდენიმე მხარეში, მათ შორის არის სვანეთში და ლეჩხუმში, რომელიც არის ნამდვილად უნიკალური მხარეები. ბოლო წლებში უკვე აქტიური მუშაობის და კვლევების საფუძველზე შემუშავებული არის კანონპროექტები ამ მხარეებში დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ. მიმდინარეობს აქტიური განხილვა უკვე პარლამენტში და სულ რაღაც ახლო მომავალში, მომავალი წლიდან იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი უკვე კანონად იქცევა და სვანეთსა და ლეჩხუმშიც გვექნება ახალი დაცული ტერიტორიები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ნატა სტუმრობისთვის, ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაციისთვის. დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებას. ნატა სულთანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით დაცულ ტერიტორიებზე და აქცენტირებულად ცივგომბორის დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც არის ახალი და ნამდვილად იმსახურებს, რომ თქვენ საზაფხულო გეგმებში მოხდეს